მოგვითოვა თოვლი მოსულა მოვედით პარკში გასასვენებლად იქ შემოსასვლელში პაჩტი ავილეწეთ მოსახვევში შემოვედით და რო გადაწია ბორბალი მოსრიალდა მან ასე სწრაფი ნაბიჯებით გავიარეთ ამ ბაღზე და გადავრჩით აქაც რო ვაყენებდი რა ქვია მოცურდა გვერდულად წავიდა ასე წავიდა და დაყენეს ეგ სწორად უნდა ვიაროთ კი ბატონო დილით 9 საათზე ლეპტოპი გამოვიტანე თავარი ვიცი სტუდიიდან გუშინ დამრჩა და მანამდე ვერ იმას ვქენი მივდივართ ისევ ქალაქში რომ იქნებ დღესაც დავწეროთ უფრო სწორად ჩავასწოროთ უკვე დაწერილი და მანამდე ცოტა შევისვენებთ პატარა შეხსენება რომ ჩვენი ვიდეოების წარდგენია საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი რომელსაც ახლა აქვს მოკლებადიანებზე მიღება სახელმწიფო დაფინანსებით ჩაწერეთ გუგლში კოლეჯი კავკასიონი და გადადით საიტზე მანამდე კი ჩვენს გიტარასთან მივიდეთ და დავიძრათ შემოვედით მარკეტში უყურებთ რა ღირს როგორ ღირს რო ვიცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის რა იცი რაში დაგჭირდეს მოკლედ ვალივერებთ სიტუაციას ეს ჩვენი სპონსორი არ დაგვავიწყდეს პეპსი მაქსი პოტენციური სპონსორი დავარქვათ და აქ ეს ნაყინები ნაყინები წესით ნაყინები ეს ჩვენი M&M-ი ამის საყიდოდ რო ვიყავით ფრესკოში წასული თბილისში და ეს ხელი რო დაგვიზიანეს დილითაც დავლიე ნერვების წამალი რო იქნებ ფორმაში მოვიდეთ წლის ბოლოს არა თქმელი არ მინდა ჩემი თავის მოყოფა ეს არის ჩემი ფავორიტი სენდვიჩები და რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს თავარი არსი ჩვენი სიარულის და ძალის მომცემი self checkout-ი ეს გონი რაღაც სათამაშო აპარატის ვარიანტია ერთი ტიპი ვნახე მაღაზიაში რო თამაშობდა რაღაც კაზინოს პონტია მგონი ხო გემბლინგო რაღაცა მაღაზიაში პირდაპირ ბედნიერი პროფილი გუშინ ტელეფონი დამისდა გადავიღე და პრეზენტაცია იყო ფინეთზეც ესე იგი 2016-ში იყო ყველაზე მეტი წყლიანი ყველაზე მშვიდი კიდე რაღაც დარგებში იყო პირველ ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით მოკლედ ხო სტატისტიკა კაი ვარიანტი მე კიდე ეგრევე რო დავფიქრდი მეთქი საინტერესო არა კრიტერიუმით დაფასებდნენ და ერთ ქვეყანას რამდენი დრო და ფინანსები დაჭირდება რომ მოირგოს იმ სტანდარტებს ნუ ფუსოზე რო აჩვენოს რა რომ 3 კილო კარტოფილს ვედი ყოველ დღე რამდენს ხდის ვინ შემოწმოს ვინ ხო და
მან ის თქვა ბედნიერებას ფულით ვერ იყიდიო. სავარაუდოდ ჭამა არ უყვარდა. თორე დღეს 7 წლამდე ბავშვები იყვნენ მოსული და აი ზოგიერთი ისეთი კარგი ინგლისური საუბრობდა, რომ რა ვიცი 7 წლამდე თუ ამდენი იცის, მე ვაფშე მაგრა ეცოდინება კიდე და არც არა გასაკვირი აქ. სადაც არ უნდა შევიდე, ყველგან ინგლისური კარგად იცის და კარგად საუბრობს. ნუ ძალიან ისეთი იმის გარდა, რა ქვია. ძალიან დიდი თაობის გარდა, ისიც 1-2 შეხვდა ასეთი მხოლოდ. Elf disco დამთავრდა. ამატებთ განათებებს. Toes. Oh, we finished the entrance of Santa's house. Hey.